მეტას ყავს ახალი პრეზიდენტი, ასეთი ამბით უნდა დავიწყოთ მიმოხილვა გლობალური ბიზნესისა. მეტას ახალი პრეზიდენტი რომ ყავს ეს იმას არნიშნავს, რომ ცუკერბერგისადმე წავიდა არა. პრეზიდენტის პოზიციაც არსებობს ამ კომპანიაში და არსებობს აღმასრულებელი დირექტორის, სადაც ცუკერბერგი იქნება ალბათ სამარა ჯამოთ. მოკლედ, ამ პოზიციაზე, ანუ პრეზიდენტის პოზიციაზე დინა პაუელ მაკორნიკი დაინიშნა. ეს არის ადამიანი, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში მოღვაწეობის. განსაკუთრებით საინტერესო ის, რომ 2017-18 წლებში, ანუ პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის პერიოდში, ის იყო ტრამპის პირადი მრჩეველი. შეიძლება სწორედ ეს არის ის საკვანძო მომენტი და საკითხი, რის გამოც იგი იქნა დანიშნული ამ პოზიციაზე, რადგანაც ტრამპის ადმინისტრაციასთან სიახლოვე მეტას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. როგორც კომპანიის განცხადებაში არის აღნიშნული, ამ პიროვნების მთავარი ფუნქცია და მისია იქნება მეტას მონაცემთა ცენტრების მიმართულების განვითარება, იქ თეორიულად ბირთვული ელექტროსადგურების ლიცენზიებზეც იქნება ალბათ საუბარი, ამიტომაც ამ ადამიანს საკვანძო როლი ექნება ალბათ უკვე ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში. არ ვიცი, მაკორნიკს უკავშირდება თუ არა ეს ამბავი, შეიძლება დაწყებული იყოს პროცესი და უბრალოდ ასე დაემთხვა. ენერგეტიკის ბირთვული ენერგიის სექტორში ისტორიული მასშტაბის ინვესტიციას ახორციელებს მეტა. კომპანიამ ხელშეკრულებები გააფორმა 3 ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან, მათ შორისაა ვისტრა, ტერაპაუერი და ოკლო, რაც მიზნად ისახავს 2035 წლისთვის 6.6 გიგავატი სიმძლავრის ბირთვული ენერგიის მობილიზებას. ინვესტიციის მიზეზი და მიზანი არის ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მონაცემთა ცენტრების მზარდი ენერგიით დაკმაყოფილება. სხვა შემთხვევაში უბრალოდ მეტა AI-ის განვითარებას და ის შევსებას ენერგიით ვერ მოახერხებს. მათ შორის გარეშე დარჩება, და მათ შორის ეს მნიშვნელოვანია თქმა უნდა ამერიკის სახელმწიფოსთვისაც ამ პროცესში და ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ AI რბოლა მიმდინარეობს გლობალურად და ჩინეთთან კონკურენცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტად აწუხებს. ამ შემთხვევაში კომპანიის გეგმა მოიცავს როგორც არსებული ატომური ელექტროსადგურების მუშაობის ვადების გაგრძელებას, ისე უახლესი ტექნოლოგიების, კერძოდ მცირე მოდალური რეაქტორების განვითარების მხარდაჭერას და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას. ცხადი ამ კომპანიებს მეტას ფინანსური რესურსები ამ ყველაფერში დაეხმარებათ, ამ კომპანიებს იქნება გამოცდილება და ექსპერტიზა, რომელიც მათ წლების განმავლობაში აქვს დაგროვებული. დიდ კომპანიებზე საუბარი უნდა გავაგზავნოთ Google-ით, რომელსაც ფანტასტიკური კვირა ჰქონდა, ისეთი მკვეთრი ზრდა დადო, კომპანიის შეფასებამ 4 ტრილიონიან რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია და ამით Google გახდა პლანეტის რიგით მეორე უმსხვილესი კომპანია, მან Microsoft-ს და Apple-ს გადაუსწრო ერთ კვირაში, საკმაოდ იშვიათი მოვლენა არის ეს ზოგადად და Nvidia-ს შემდეგ უკვე იგი იყო წარმოდგენილი მეორე ადგილზე, დღესაც ის პრინციპში აქ იმყოფება და ამ აღმასრულის მთავარი მიზეზი არის Gemini 3. ხელოვნური ინტელექტის უახლესი მოდელი, რომელიც შესანიშნავად მუშაობს, მარტივად რომ ვთქვათ, თავადაც გამოსცადეთ, ნახავთ, რატომ არის ის ასეთი კარგი და ამ ყველაფრის ფონზე უკვე Google-ის შეფასება არის მკვეთრად მომატებული. ბოლო 12 თვის განმავლობაში მას აქვს 65%-იანი ზრდა, გასული წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი ერთ-ერთი საბაზრო კაპიტალიზაციის მატების მიმართულებით ჰქონდა სწორედ Google-ს. კი ბატონო, მსოფლიოს უმსხვილესი ტექ გიგანტი, ამ შემთხვევაში შენ ახსენე, რომ პირველ ადგილზე Nvidia, მათ 5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს Intel-ში. ეს ინვესტიცია პრინციპში დაიხურა, ასე ვთქვათ, დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის ფედერალური კომისიის თანხმობის შემდეგ. კომპანიამ Intel-ის 214.7 მილიონი აქცია შეისყიდა. მსხვილი ინვესტიციის მიუხედავად ბირჟამ სიახლე მაინც პოზიტიურად არ მიიღო. 1.3% შემცირდა Nvidia-ს ფასი აქციების ღირებულება. ინვესტორთა უკმაყოფილებას ორი მთავარი მიზეზი აქვს. ერთი რომ Nvidia-მ ფული პირდაპირ მეტოქის გაძლიერებაში ჩადო, თუმცა მეტოქის გაძლიერება სავარაუდოდ თავისი პროდუქტისთვის უნდა ალბათ კარგად გამოიყენებს. ასევე ბოლო წლებში Intel-მა AI რევოლუციაში პოზიციები დათმო და სერიოზული ფინანსური ზარალი გაინცადა, რაც ამ ინვესტიციას ბევრისთვის უპერსპექტივოს ხდის. Nvidia-ს დამფუძნებელი ინვესტიციას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ამართლებს, რომელმაც Intel-ის 10%-იანი წილი იყიდა. უანგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა Intel-ის რეალური აღზევების გარანტია, მოკლედ ალბათ ერთჯერად იყო ეს ვარდნა 1.3%-ით. სავარაუდოდ ორივე კომპანია კარგად გამოიყენებს ამ გარიგებას, რომელიც შედგა და დადასტურდა უკვე. კიდევ ერთი გარიგება შედგა, სხვადასხვა განვლილი რამდენიმე საათის განმავლობაში. SP Energy-ში ახორციელებენ ინვესტიციას OpenAI და SoftBank-ი 500 მილიონი დოლარი იქნება ამ ინვესტიციის მოცულობა და ინვესტიცია უკავშირდება, რა თქმა უნდა,
data ცენტრებს, სხვა რას უნდა ეხებოდეს, ეს კომპანია ავითარებს მონაცემთა ცენტრებს და საუბარი არის 1.2 გიგავატის სიმძლავრის data ცენტრის მშენებლობაზე OpenAI-ისთვის, რომელიც მოხმარდება სავარაუდოდ ChatGPT-ის გამოყვებას ელექტროენერგიით, მოკლედ OpenAI კვირა არ გავა რომ რომელიღაც data ცენტრში არდებდეს ინვესტიციას, ნახოთ სანამ გაგრძელდება ეს პროცესი ასეთიდან.